შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუკავებია გიორგი ვაშაძეზე თავდამსხმელი, არადა მედია მისი იდენტიფიცირება მოახდინა. ფორმულამ კი დავით ედიშერაშვილი სახთან გადაიღო, რომელიც თავისუფლად გადაადგილდებოდა. მან ოპოზიციონერი ლიდერისთვის რკინის წვეტიანი საგნით დაზიანებების მიყენება აქციაზე სცადა. პარტიაში კეთდება ამ თემაზე ბრიფინგი, იმართება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ძალადობის, ამ ტერორისტული აქტის უშუალო ორგანიზატორები არიან ოცნების ეგრეთ წოდებული ლიდერები, ბატონი პრემიერად წოდებული არალეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელი ყობახიძე და დიტო სამხარაძე. რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევას ეს მოხდა ქეთმერის ნახევარზე გორის ცენტრში, თუმცა არავინ არ არის იდენტიფიცირებული, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სათვალთვალო კამერა არსებობს და ინტერესის შემთხვევაში უკვე მალევე მოხდებოდა დამნაშავის იდენტიფიცირება, მაგრამ რაც შეეხება იდენტიფიცირებას, მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი კოალიციური პარტნიორი, ბატონი გიორგი ვაშაძე, ფაქტობრივად შეგვექოს, რომ მის წინააღმდეგ მოხდა არაფრით ძალადობა, გაზრახულობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, ადამიანი არის იდენტიფიცირებული, დავით ედიშერაშვილი, მისი საცხოვრებელიც ვიცით, მისი ვიდეო კადრებიც გავხსნა, თუმცა მის წინააღმდეგაც არანაირი ზომა ეგრეთ წოდებულ სამართალდამცავებს, ანუ სინამდვილეში სამართალდამღოებს არ ჩაუტარებიათ. მე მინდა ვთქვა კაფიოდ, რომ ყველა ეს ადამიანი იქნება იდენტიფიცირებული ძალიან მალე, ვინც არ არის იდენტიფიცირებული და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება უახლოეს თვეებში, იმიტომ რომ არალეგიტიმური რეჟიმი ირყევა, ჩვენ ხედავთ ასე ვთქვათ, ბოლო კვირებს და ბოლო თვეებს მაქსიმუმ ამ რეჟიმის და ყველა ეს ადამიანი, რომელსაც გავალებენ ამ უკანონმდებლობის ჩადენას, უნდა იცოდეთ, რომ წარდგებით სამართლიანი სასამართლოს წინაშე. შეუძლებელია ტერორიზმი, შეუძლებელია ასე ვთქვათ, სიცოცხლის მოსპობის მცდელობა ჩაიაროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე. ამიტომ რაც არის არ უნდა გატყუებდნენ ივანიშვილის პარტიაში, მე თქვენ გეუბნებით, რომ ძალიან მალე მოხდება თქვენი სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამიტომაც არ შეასრულოთ ეს უკანონო ბრძანებები, იმიტომ რომ შეიძლება კიდევ ბევრი ბრძანება მიიღოთ, უფრო და უფრო, რა თქმა უნდა, აგონიაში მყოფი ხელისუფლების მხრიდან, უფრო მეტ ძალადობაზე, უფრო მეტ ტერორიზმზე, თუმცა არ უნდა დაემორჩილოთ, იმიტომ რომ ისევ თქვენთვის იქნება ეს ნამდვილად ხელსაყრელი არ დაემორჩილოთ და ითანამშრომლოთ ასევე მათ შორის ჩვენთან, ოპოზიციურ პარტიებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და მოგვეწოდოთ ინფორმაციები თუ კონკრეტულად როგორ მუშაობს ეს რეპრესიული აპარატი და როგორ მუშაობს დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელსაც ივანიშვილის ოცნება ჰქვია.